ელისოს ბლუდების შემდეგ ეპიზოდში მჟავე კაპუშტა მოგიმზადეთ, ჩემო მსვინაგებო, დედაღორებო და გაზიღულქებულო გამომწერებო. მივიღე გადაწყვეტილება ბლუდები აღარ გავგზავნო ემიგრანტებთან და თუ მოგინდებათ ნება იბოძეთ და ჩამოფრინდით, გამისინჯეთ და გაფრინდით. ვაიმე კამერა გადამიტრიალდა ჩვენი დედაშავაჩი მაპატიეთ წყობიდან გამომიყვანა ხელისუფლებამ და iPhone 17 Pro Max-მა 512 გიგაბაიტიანმა გავაგზავნოთ. ჩემს ახლანდნაყიდ კასროლში მოვათავსე ნიახური, ნიორი, ჭარხალი, შემდეგ კი დავადევი კაპუშტო. ალბათ ყვავილოვანის დანახავს არალოდით და დიახ, ჩემი ყარაჯალალი ბებიის რეცეპტით ვაკეთებ, რომელმაც გამომიგზავნა ყარაჯალადან 2 კილო ყვავილოვანი კაპუშტა და 1 კილო გერაინი. უხუმრობ რა თქმა უნდა, ისინი და გამოგსუნეთ. ხელდაქმნები ისევ არ გამიკეთებია, რადგანაც ყოველი უბერნიაში შესვლის შემდეგ ესეთ გარჩივი ჯღვანკვალებ და მოკლედ ასე გავაკეთეთ სამჯერ ერთმანეთს დავადევით ყველაფერი 1 2 3 1 2 3. მე დავაყარი 10 კობზი პესოკი კერა და მარილი და დავაცხე აკვაჩხარებული წყალი. შემდეგ უკვე კასროლი მოვათავსე ბალკონზე, რომ სახლში მკვდარი კატისუნი ადამდგარიყო და 10 დღეში გავხსენი ჩემო ლამაზებო, ჩემო შულს გაფიცებით. ჩემო ბუროკებო ისეთი კნატუნა და გემრიელი იყო, მაგნატუნა მაგონა უცებ თავი ვაიმე გამოყოდი რა ლაპარაკობ და თუ გინდათ ელისოს ბლუდები გაგრძელდეს, დამაფოლოვერეთ და დაგაფოლოვერებთ აუცილებლად.